ბრაზილიაში მიმდინარე სამიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა სტუმრებს ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული რეფორმები გააცნეს. საქართველოს სტენდთან მის უსტუმრებს ქართველი სპეციალისტები ძირითადად საჯარო სერვისის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს განუმარტავდნენ. უცხოელი ექსპერტები საქართველოზე საუბრობენ როგორც რეფორმების პოტენციურ ექსპორტიორზე. სამიტზე სახელწოდებით პარტნიორობა ღია მმართველობისთვის ინფორმაცია საქართველოს შესახებ იმ წიგნიდანაც გავრცელდა, რომელიც მსოფლიო ბანკმა ქართული რეფორმების შესახებ მოამზადა. ყურადღების ცენტრშია იუსტიციის სახლები, როგორც ახალი კონცეფცია და როგორც განსხვავებული კონცეფცია ნებისმიერი ქვეყნისთვის, ასევე ის, ასე ვთქვათ, ბევრი ცვლილება, ელექტრონული შესრულება, ელექტრონული აუქციონი, სხვა რეფორმები, რაც ჩვენ სახელმწიფოში გავატარებთ. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ რატო ვართ ჩვენ ყურადღების ცენტრში, იმიტომ რომ ჩვენ რეფორმებში მიდგომა არის განსხვავებული. ჩვენ არ გვაქვს სტანდარტული ბიუროკრატიის მიდგომა, ჩვენ გვაქვს განსხვავებული უფრო ბიზნესისთვის მახასიათებელი მიდგომა და რაც თავარია, ჩვენ ვართ მოქალაქეზე ორიენტირებულები. ალბათ თავარი ეს არის სწორედ ნებისმიერი რეფორმის პროცესში. განსაკუთრებული ინტერესის ობიექტია ჩვენი იუსტიციის სახლები, public service hall-ი, ყველაფერი ერთ სივრცეში. პრინციპში ეს რეფორმა არის ალბათ მთავარი თემა ამ OGP-ზე, ვინაიდან საჯარო სერვისის გაუმჯობესება არის OGP-ის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. ამ კუთხით სერვისების მაქსიმალური გამარტივება იყო სწორედ ის რეფორმა, რომელიც საქართველოს შესთავაზა, ის ინოვაცია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შესთავაზა. ჩვენ მზად ვართ, რომ გაუზიაროთ მათ გამოცდილება.